ეხლა დამთავრდა სხდომა, ჩვენ სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მკაფიოდ ის არგუმენტები მე პირადად და ჩვენმა ადვოკატებმა თუ რატო არ მივედი, ეს არ მისვლა შეგნებული, ამის შესახებ იქნა ცნობილი პროკურატურისთვის, სასამართლოსთვის, რომ ჩემი არ გამოცხადდება არალეგიტიმურ სასამართლოში შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში არის ჩემი შეგნებული ნაბიჯი. ამავე დროს დაისვა კითხვა შესწავლილი იქნა თუ არა არალეგიტიმურობა ამ კომისიისა, როცა პროკურატურამ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ესე თქვათ ბრალის საყენების და გამოძიება, რა თქმა უნდა ამაზე პასუხი არ აქვს. შესაბამისად კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის ორი რამ. პირველი, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას, ისევე როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს სოფლიოს ცივილური სამყარო, დემოკრატიული ქვეყნები. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მყარი, არანაირი და ვერანაირი გადაწყვეტილება მე ამ წმენას ვერ შემაცვლევინებს. ეს განუცხადე მოსამართლეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს საკითხი ეხება იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც მე პოლიტიკაში შემოვედი, ქართული ოცნების მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პიროვნული დისკრედიტაციის ცდელობა სხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე. ესაც განვაცხადე სასამართლოში, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოღვაწეობის, ბიზნესში მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არც ერთი საქმე არ ყოფილა ჩემ წინააღმდეგ, არ საჩივარი, არამე გარჩევა, მზათა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის წინანდელ, 15 წლის წინანდელ რაღაც აბსურდულ ზღაპრებს ყვებიან, მზათა ვარ ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი თუ მსგავსი რამ არსებობს. ამიტომ მოუწოდებ პირველ რიგში მოუწოდებ იმ პოლიტპატიმრებს, რომ ბიჭო მაგრად იყავით, აქ ჩვენ მაგრათა ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება იმის მტკიცებულება ჩვენი მხრიდან, რომ ჩვენ არ მივატოვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, არ მივატოვებთ ქართული ხალხის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი და ევროპულად და სამართლიანად განვითარდეს ეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, რომ გქონდეს ნორმალური სასამართლო, რომ გქონდეს დამოუკიდებელი პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ საშუალება გადააბაროს ქვეყანა რუსეთს, რასაც აკეთებს უკვე ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში.